დონალდ ტრამპი ომშია და არა მხოლოდ ირანთან კი არა, არამედ მედია პერსონებთან, რომლებიც საშიშ მემარცხენე იდეოლოგიებს ავრცელებენ. დიახ, ჩვენ საუბრობთ სტივენ კოლბერტისა და ტრამპის დრამაზე, რომელმაც სიტყვით ინტერნეტი ააფეთქა. და მათთვის, ვინც არ იცით, სტივენ კოლბერტს აქვს ერთ-ერთი ასეთი ძალიან გვიან ღამის შოუ, რომელიც იმედი არასდროს გიყურებიათ, მაგრამ თუ გიყურებიათ, იცით, რომ ის სავსეა ძალიან მემარცხენე იდეოლოგიით და მან ბევრჯერ შეუტია ტრამპს. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ მისი შოუს რეიტინგები ძალიან დაეცა. როგორც არ უნდა იყოს, ცოტა ხნის წინ ტრამპმა თქვა, ეს კაცი უნდა წავიდეს. მისი შოუ ცუდია, ის სულელია, ან რაღაც მსგავსი. ტრამპის სტილში, როგორც ტრამპი აკეთებს ხოლმე, მგონი სულელს არ უწოდებია, მაგრამ და ამავე დროს მისი შოუ მართლაც მოხსნეს. მაგრამ ტრამპმა გადაწყვიტა გაეკეთებინა ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. და მან სტივენ კოლბერტს მიადგა ყველაზე ეპიკური და ყველაზე სასაცილო მემით. და გულწრფელად რო ვთქვა, როცა დონალდ ტრამპი პრეზიდენტის პოსტს დატოვებს, იმედი მაქვს კომედიაში გადაინაცვლებს, რადგან ის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო ადამიანია. მაგრამ ერთი ბრძნული სიტყვა თქვენთვის. დარწმუნდით, რომ არასდროს აღმოჩნდეთ დონალდ ჯეი ტრამპის მემში, რადგან იქ სრულიად გაგანადგურებენ. და ამ მემს ეხლა უკვე 87 მილიონი ნახვა აქვს, რაც 10 ჯერზე მეტია ვიდრე სტივენ კოლბერის Late Show-ს ეპიზოდს. მაგრამ ამ ყველაფერზე მალე ვისაუბრებთ. მოგესალმებათ პუშბექი, მე მირაკი ვარ თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ დააჭირეთ გამოწერის ღილაკს ჩვენი არხის გასაყოლებლად, ამ ვიდეოს გასავრცელებლად და ძალიან საინტერესო სიახლეების სანახავად, რომლებიც მალე გამოჩნდება. ჩვენ ვქმნით მოძრაობას, რომ წინააღმდეგობა გავწიოთ, როგორც ჩვენი სახელიც მიანიშნებს და ნამდვილად გვინდა, რომ თქვენც აქ იყოთ. მოგვიერთდით დღესვე და ერთად ვნახოთ ის, რაც სიტყვით და როცა ვამბობ სიტყვით მართლა, გუშინ ინტერნეტი ააფეთქა. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩვენს ბოლო ეთერში, ქალბატონებო და ბატონებო. ინტერნეტი დაანგრია. გეუბნებით, ეს არ არის გადაჭარბება. ეს ერთადერთი რამ იყო ჩემს ფიდში დღეების განმავლობაში. მაგრამ ჩვენამდე განვიხილოთ ყველაფერი, რაც ხდება. ასე რომ ცხადია, უბრალოდ გასაგებად რო ვთქვა, ეს იყო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო. ბოდიში ყველას, ვინც ამას ვერ მიხვდა. ხუმრობა იმაშია, რომ ტრამპი ფაქტობრივად ამბობს. მოგესალმებით, კოლბერტი ამბობს. მოგესალმებით Late Show-ში. თითქოს ეს ჩემი ბოლო ეპიზოდია. და ტრამპი ამბობს, რომ შენ უბრალოდ ნაგავი ხარ და კრისმას ნაგავში, რაც თავისთავად ძალიან სასაცილოა. ეს ხდება მას შემდეგ, რაც მათ შორის დიდი დრამა იყო, რადგან სტივენ კოლბერტი ძალიან ბევრჯერ დაესხა თავს ტრამპს. მე პირადად ვფიქრობ, რომ კოლბერტი სრულიად უსარგებლო ადამიანია, მაგრამ დეტალებში შევალთ მას შემდეგ, რაც ჩვენ სპონსორებს მოკლედ მოусმენთ. ალბათ ნახეთ სათაურები ჰანტავირუსის აფეთქების შესახებ საკრუიზო გემზე და ეს გვახსენებს, რომ პანდემიამ რაღაც მნიშვნელოვანი გვასწავლა. როცა ახალი ვირუსი ჩნდება, ჯანდაცვის სისტემა სწრაფად იტვირთება და უმჯობესია მათზე დამოკიდებული არ ვიყოთ. და სწორედ ამიტომ გისჩევთ, რომ ჯანმრთელობის კომპანიის გადამდები დაავადებების საგანგებო ნაკრები უკვე სახლში გქონდეთ, სანამ დაგჭირდებათ. შევკვეთეთ ის ონლაინ ახლავე, რადგან მას მოყვება ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები და თუნდაც ნებულაიზერი სასუნთქი სიმპტომებისთვის, რაც იმედია არასდროს დაგჭირდებათ. შემდეგი აფეთქების დროს პანიკაში ყოფნის ნაცვლად თქვენ უკვე გექნებათ კრიტიკული მედიკამენტები და სასუნთქი მოწყობილობები ხელთ, რომ დაუყოვნებლივ გამოიყენოთ. შედით twc.health/meira-k და გამოიყენეთ კოდი MEIRA-K, რათა დაზოგოთ $33-მდე და მიიღოთ უფასო მიწოდება. კომპლექტები ხელმისაწვდომია მხოლოდ ASHS-ის მაცხოვრებლებისთვის. დავრჩეთ ჯანმრთელები. კარგი, ნამდვილად დავრჩეთ ჯანმრთელები, მაგრამ ჯერ მოდი ამას შევხედოთ. ყოველთვის იცი, რომ ცუდი დღეა, როცა დემოკრატები აკვეთნებენ პოსტს. გმადლობთ სტივენ კოლბერტ. და ნამდვილად უნდა ვისაუბროთ ამ ფენომენზე, რომელიც ეხლა უკვე ფართოდ გავრცელდა. რომ ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკური მიდრეკილება აქვთ, დღესდღეობით მედიას იყენებენ თავიანთი დღის წესრიგის გასაწევად. ეხლა ეს რეალურად პრობლემა არ იქნებოდა, რადგან აშკარად ეს არის ის, რასაც ყველა მედია აკეთებს. და ტრამპი წლების განმავლობაში ტელევიზიაში იყო, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა. არა რომ ეს ორი რამ ერთმანეთთან კავშირშია. მაგრამ უნდა გააცნობიეროთ, რომ ბევრი სატელევიზიო შოუ, რომელსაც ამერიკელები და სხვა ადამიანები უყურებენ, კონკრეტულ პოლიტიკურ დღის წესრიგს ავრცელებს. და როგორც ხედავთ აქ, ამ ძალიან გვიაღამეულ შოუში დემოკრატები ნამდვილად ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იყვნენ ამ შოუზე.
ეხლა ეს საინტერესოა. ამასთან დაკავშირებული სტატისტიკა საოცარია. თუ შეხედავთ განსხვავებას, რამდენად ხშირად იყვნენ დემოკრატები ამ შოუებში რესპუბლიკელებთან შედარებით, თქვენ დაახლოებით 92-თანა. ეს უბრალოდ გიჟური პროცენტული თამაშია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ისინი ამ ბრის წესრიგებს ავრცელებენ. საინტერესოა ვნახოთ, რამდენად ცუდადაა შოუს მდგომარეობა. ასე რომ რეიტინგები უკვე ცნობილია. კოლბერის ფინალს 6.7 ჰქონდა. 24 მილიონი ნახვა. ეხლა 6.74 მილიონი ადამიანი ბევრია ტელევიზორის საყურებლად, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 87 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა მემი, ეს ნიშნავს, რომ ეს შოუ საშინელია. Letterman-ს ჰყავდა 13.8 მილიონი მაყურებელი. Carsons 55 მილიონი. ეს საშინელებაა. ეხლა ეს არის ნამდვილი მიზეზი, რატომაც კოლბერის მაჩვენებელი დაეცა. დემოკრატები წლებია ცდილობენ ამ საკითხის გატანას. ის იმიტომ მიდის, რომ დონალდ ტრამპ მედიაში აგრესიულად ცდილობს დახუროს მის წინააღმდეგ მიმართული ხმები. რეალობა ისაა, რომ კოლბერტის შოუ უბრალოდ უსარგებლო იყო და ფინანსურად ვერ ასრულებდა თავის საქმეს. უბრალოდ მაჩვენებლებს ვერ აღწევდა. და თუ შეხედავთ მაგალითად მის გუნდს, რომელსაც ახლავე გაჩვენებთ, უბრალოდ უზარმაზარი რაოდენობის ხალხი იყო მის შოუში. უზარმაზარი რაოდენობის ხალხი. გულისხმობ, შეხედეთ, რამდენი ადამიანი მუშაობდა მის შოუზე და შემიძლია გითხრათ, რომ თუ აქ თითოეული ადამიანი სწორად ანაზღაურდებოდა ის თანხა, რაც ამ შოუს მხოლოდ ხელფასების დასაფარად სჭირდებოდა, ფულის გამომუშავებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უბრალოდ შოკის მომგვრელია. იმიტომ რომ ეს ისეთი შოუსთვის, რომელსაც თითქმის აღარავინ უყურებს, მეტისმეტად ბევრი ადამიანია. უბრალოდ ხალხი მეტისმეტად ბევრია, მაგრამ ეს არის ახალი მედიის, ან ძველი მედიის ილუზიის ნაწილი, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ყველაფერი ისე გააგრძელონ, როგორც ადრე იყო, დროებთან არ მოერგონ და შემდეგ კი ტრამპის მსგავსებს დააბრალონ ყველაფერი. ეხლა რატომ ადანაშაულებენ ტრამპს სტივენ კოლბერის შოუს დასრულებაში? კარგი, ეს არის კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ვიცით, ამ შოუს ყოველწლიურად 40-დან 50 მილიონამდე ზარალი ჰქონდა რეკლამიდან შემოსავლის შემცირების გამო. ამ შოუზე 40-დან 50 მილიონ დოლარამდე ზარალი იყო. და მაინც, როგორღაც, მათ ჯერ კიდევ ყოფნით თავხედობა, განაცხადონ, რომ მიზეზი, რის გამოც ზარალს განიცდიან, რის გამოც შოუს ხურავენ, არის ის, რომ დონალდ ტრამპს არ მოსწონდა, რასაც კოლბერი ამბობდა. და კიდევ ერთხელ ეს არის ამ აბსურდული ბრალდებების მენტალიტეტის ნაწილი, როცა რეალურად ფაქტების განხილვის ნაცვლად ყოველთვის პოულობენ რაღაცას, რაზეც შეუძლიათ დააბრალონ. მაგრამ ასევე საინტერესოა აღინიშნოს, რომ კოლბერი და ტრამპი ადრე თითქოს მეგობრები იყვნენ. გულისხმობ, უბრალოდ შეხედეთ ამ ვიდეოს 2015 წლიდან, ხო ასეა? დიკვირ საერთოდ ის უზარმაზარი გამოხმაურება, რაც ხალხისგან, ამომრჩევლებისგან, ამერიკაში მყოფი ადამიანებისგან მიიღე. იმიტომ რომ რესპუბლიკელები გააოცე. დიახ, ეს მართლაც საოცარი იყო. რამდენიმე კვირის წინ მობილში ალაბამაში ვიყავით. 31,000 ადამიანი მოვიდა დალასში, ტეხასში. ძალიან მომწონს ის. არა, არ მომწონს. მეც მომწონ ხარ. აი აქ ისევ სტივენ კოლბერტია, სულ რამდენიმე წლის წინ ამბობდა. კი, მომწონს ტრამპი, მომწონს ის. ფიქრობ ის შესანიშნავია. ეხლა კი მას შემდეგ ყველაფერი საკმაოდ ცუდად გამწვავდა. ანუ შეხედეთ ამას ერთი წამით. ჩემთვის პატივი იქნება პირადად გითხრათ ეს. უბრალოდ ცოტა ახლოს მივახლოდით, თქვენს ტელევიზორის ეკრანს გთხოვთ. სულ ცოტა ახლოს ეკრანთან. მოდით ახლოს მოვიდეთ და წავიდეთ. შენ დონალდ ტრამპი, საშინელი ადამიანი ხარ. საშინელი. უფრო ახლოს მიიწიეთ. ოიდანეთ უფრო ახლოს. ხო. კარგი, ასე რომ დაახლოებით აქამდე მივიდა საქმე და ასე მოხდა იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მათ აღმოაჩინეს, რომ ეს იყო ის რამ, რაც რეიტინგებს მოუტანდა. ეს მათ კვლავ აქტუალურებად აქცევდა. თუ ისინი უბრალოდ ტრამპზე ისაუბრებდნენ და მასზე ცუდად ითხოვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ მას მასპინძლობდნენ, იქნებ ცოტა ნაკლებ ფულს დაკარგავდნენ. აღმოჩნდა, რომ ასე არ მუშაობს. აღმოჩნდა, რომ ადამიანები არ არიან მზად ფული მისცენ უბრალოდ შოუს, იმიტომ რომ ისინი პრეზიდენტს აკრიტიკებენ და საშიში იდეოლოგიები აქვთ. ხალხს სინამდვილეში სურს ისეთი შოუები, რომელსაც ხალხი უყურებს. და უფრო მეტი ადამიანი დაიღალა იმით, რომ ეს მედია საშუალებები პოლიტიკურ დღის წესრიგს ძალით ახვევენ ხალხს. მაშინ როცა სინამდვილეში არ შეესაბამებიან იმას, რაც ხალხს აინტერესებს. ხედავთ მთელი ეს დებატი იმაზე, ცდილობს თუ არა დონალდ ტრამპი თავისუფალი სიტყვის ჩახშობას კოლბერტზე თავდასხმით. და როცა ვამბობთ კოლბერტზე თავდასხმას, ასეთი ტიპის ტრამპის განცხადებები იყო. კოლბერტი საბოლოოდ დასრულდა CBS-ზე. საოცარი, ასე დიდხანს როგორ გაუძლეს. არც ნიჭი, არც რეიტინგები, არც სიცოცხლე. ის თითქოს მკვდარი ადამიანი იყო. შეგეძლოთ ნებისმიერი ადამიანი ქუჩიდან აგეყვანათ და ის ამ სრულ აბსურდზე უკეთესი იქნებოდა. მადლობა ღმერთს, რომ ბოლოს და ბოლოს წავიდა.
კარგი, 10 ისე სასიამოვნოა და ჩემი აზრით დონალდ ჯეი ტრამპის დროის ფუჩი ხარჯვაა. კიდევ ერთი ტექსტი აქვს. სტივენ კოლბერის გათავისუფლება CBS-დან უნიჭო ბოროტი ზედმეტად გადახდილი არამხიარული და ძალიან დაბალი რეიტინგის მქონე ღამის ტელეშოუს წამყვანებისთვის დასაწყისის დასასრულია. მალე სხვა კიდევ უფრო უნიჭო წამყვანებიც მიყვებიან. დაე, ყველანი მშვიდად განისვენონ. პრეზიდენტი დონალდ ჯეი ტრამპი. და უნდა ვთქვა, რომ ნაწილობრივ ვეთანხმები მას. ეს მოხუცები რაღაც ასაკთან აქვთ კავშირი. ისინი არარელევანტურები არიან და ვერ ეწყობიან თანამედროვეობას. და ისინი უფრო და უფრო მეტად ცდილობენ, რომ სასაცილოები იყვნენ, მაგრამ არ არიან. ისინი უბრალოდ ავცელებენ ამ საშინელ პოლიტიკურ დღის წესრიგებს, რომლებიც ხალხს სულს. და ასევე აკეთებენ ისეთ რაღაცებს, რაც პირდაპირ საშიშია. მაგალითად ეს შემთხვევა. რა მოხდა? სანაპიროზე დადიოდით და ეს დაინახეთ. ხო, მე და ჩემი ცოლი პატრისი სანაპიროზე მივდიოდით. ვინც არ იცის 86-47, ეს ან 86 ნიშნავს ვინმეს მოკლას, ან 47. ბანდები იყენებენ 47-47 პრეზიდენტის აღსანიშნავად. და ამ კაცმა ჯეიმს კომიმ, რომელიც იმედი უკვე იცით ვინ არის, ეს Instagram-ზე გამოაქვეყნა და მერე წაშალა. ეხლა კი გარკვეულწილად ბრალieდება ამის გამო, ან რაღაცა მსგავსი ხდება. ტექნიკური ტერმინები ზუსტად არ ვიცი, რადგან მან ეს გამოაქვეყნა, ხო ასეა. ფაქტობრივად ეს იყო ძალადობის წაქეზება ტრამპის მიმართ. და სწორედ ასეთ რაღაცებს ავცელებდა კოლბერტი თავის შოუში. ეხლა კიდევ ერთხელ უნდა თქვა, მართლა უნდა თქვა, რომ საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ეს კაცი ოდნავ მაინც სასაცილოა. აი როგორ უპასუხა დონალდ ტრამპმა. მისი ბოლო შოუ ხვალ ღამით იქნება. რა გზავნილი გაქვთ მისთვის გვიან ღამის შოუს წამყვან სტივენ კოლბერტისთვის? ეს. მისი ბოლო შოუ. მას შემდეგ რაც ის თქვენი ესეთი კაცრი კრიტიკოსი იყო. რა არის თქვენი გზავნილი? მოგვიანებით მოგაწვდით გზავნილს. და ის გზავნილი, რომელიც ვნახეთ, იყო ძალიან სახალისო. ძალიან სახალისო ვიდეო. კარგი. ასე რომ, ეს იყო ის. This was მისი შოუს დასასრული იყო. კარგი. და სიმართლე რომ თქვა, ეს ცოტა უხერხულია. გააბატონებო და ბატონებო. ხედავთ, ისევ აძალებენ ამ ყველაფერს. აი მოდი კოლბერტი გმირად გამოვაცხადოთ. მოდი ეს ყველაფერი იმაზე გავაკეთოთ, თუ რამდენად საოცარი იყო ის. მისი შოუ იყო საოცარი. ყველას უყვარდა მისი შოუ და უყურებდა მას, მაგრამ დონალდ ჯეი ტრამპი ვერ იკავებდა თავს, რომ არ სულებოდა ის. და თითქოს წელიწადში 40-დან 50 მილიონ დოლარს კარგავ შემოსავლებში. ნებისმიერი, ვისაც ბიზნესის გრძნობა აქვს, იმ შოუს დახურავდა. და დონალდ ტრამპმა უბრალოდ მიუთით ამაზე, რადგან მიზეზი, რის გამოც აგებ, არის ის, რომ უშვებ სულელურ შეცდომებს. სულელურ შეცდომებს. ეს კიდევ ერთი ნაწილია ამ ომის ესკალაციის. ეს უკვე 2025 წლიდანაა. პარასკევს დონალდ ტრამპმა დაწერა. ძალიან მიხარია, რომ კოლბერტი გაათავისუფლეს. მისი ტალანტი კიდევ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე მისი რეიტინგები. როგორ ბედავს, ბატონო. შეუძლებდა თუ არა უნიჭო ადამიანი შემდეგი სატირული ხუმრობის შედგენას. ჯანდაბაშცადი. კიდევ ერთხელ მთელი ბრბოღრიალებს ყველა აღფრთოვანებულია. მაგრამ ჩემთვის მე უბრალოდ ვუყურებ ამას და ვფიქრობ, კარგი, საშინელია. ეხლა ჩემი აზრით პრეზიდენტმა მედიის ერთ-ერთ თანაწამყვანზე საუბარში დრო უნდა კარგოს. არა. მაგრამ ვფიქრობ, თუ გინდა ამერიკის აღდგენა, უნდა დაფიქრდე იმ პრობლემებზე, რაც მოხვება, იმას, რომ ეს არის შენი გართობა. ქალბატონებო და ბატონებო, ჯო ბაიდენმა ეს გააკეთა. ის ჩვენი მომავალი პრეზიდენტია, ხო? ის ისევ მოხდა. უცნაური და ბოროტი კამპანიის შემდეგ, რომელიც განპირობებული იყო სასუწარკვეთილის სურვილით, რომ ციხეში არ მოხვედრილიყო, დონალდ ტრამპმა მოიგო 2024 წლის არჩევნები. სანამ შოუს დავიწყებთ, მინდა გითხრათ რაღაც, რაც მხოლოდ გუშინ ღამით გავიგე. მომავალი წელი ჩვენი ბოლო სეზონი იქნება. ტელეკომპანია მაისში დაასრულებს Late Shows. აი ასეა, თქვენ ზეიმობთ ბაიდენს, როგორც ალეკ ლეისი წერს, თქვენ ზეიმობთ ბაიდენს, ტირით, როცა ტრამპი იგებს. და შემდეგ აღმოაჩენთ, რომ თქვენს შოუს მაყურებელი აკლდება და ის გაუქმდება. გონი ვეთანხმები ჩემს დასკვნას დასაწყისში. ეს არის 1-0 ტრამპის სასარგებლოდ. ეს აბსოლუტურად 1-0-ია. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.